სიახლეები გვაქვს ფრონტზე, ამ ვიდეოში მოგიყვებით, სად მიიწევენ უკრაინელი სამხედროები წინ, სად აღწევენ ისინი წარმატებას, ასევე ვისაუბრებ პირიქით, სად არის წინსვლა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან, სად ფართოვდება მათი კონტროლისა და დაფარვის ზონა. ამ ყველაფერს ტრადიციულად რუკაზე გაჩვენებთ, ასევე ვისაუბრებ შინაარსზე და მნიშვნელობაზე აი ამ ცვლილებების არსებული პოზიციებიდან გამომდინარე, აი ამ 2-3 დღეში შეცვლილი პოზიციებიდან გამომდინარე, ვის რა შესაძლებლობა უჩნდება. სად აქვთ შანსი უკრაინელებს, რომ უფრო უკან დაახევინონ, უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოაქციონ, ან სულაც ალყაში მოაქციონ მოწინააღმდეგე. ალყას შემთხვევით არ ვამბობ, იმიტომ რომ აქტუალურია ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარე და ამაზე დაწვრილებით მექნება საუბარი, სად და რას ვგულისხმობ. და პირიქით, სად არის ჩავარდნა უკრაინის თავდაცვაში, სად არის მომატებული რისკები იმისა, რომ რუსებმა მოახერხონ უფრო მეტი დასახლებული პუნქტის აღება და აი ამ ოკუპირებული ზონების გაფართოება. გარდა ამისა, პოლიტიკურ ამბებსაც უნდა შევეხოთ, ძალიან დატვირთული და საინტერესო კვირა იყო უდაოდ, განსაკუთრებით ეს ეხება ამერიკის შეერთებული შტატების და მისი პრეზიდენტის პოზიციებს, დონალდ ტრამპის ერთგვარ შემოbrunებას, იმედია საბოლოოდ შემოbrunდა ის უკრაინის მხარდამჭერ პოზიციაზე, ვნახოთ ამას დრო აჩვენებს, ყოველ შემთხვევაში განცხადებებში ეს ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა და აი ამ ბოლო განცხადებებთან მიმართებით შევეხები ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, გაჩვენებთ იქიდან ფრაგმენტს, სადაც მან მინიშნება გააკეთა, რა ჭირდება მას ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმისთვის, რომ ომი მოიგოს. ასევე აუცილებლად უნდა შევეხოთ რუსეთში არსებულ სიტუაციას, სადაც სულ უფრო და უფრო მეტ ქალაქსა თუ ოლქში იზრდება და ესე გრძელდება ბენზინის რიგები და ეს ყველაფერი ხდება უკრაინის სანქციებიდან გამომდინარე. ამ ტერმინს ყველა ჯერზე ვიყენებ ხოლმე. უკრაინული სანქციები, ანუ მათ მიერ რუსეთის სიღრმეში მიტანილი იერიშები რუსეთის ენერგორესურსებზე, მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებზე, თუ გადასაქაჩ სადგურებზე და ასე შემდეგ. ხო, მანდაც ძალიან საინტერესოა, ეგ არის მეორე ფრონტის ხაზი, ასე ვთქვათ, უკრაინისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რაც მნიშვნელოვანია, მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს და ეს ეფექტის სახეზეა. მოგესალმებით, მოკლედ, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურებთ. მოგიკითხავთ ყველა ჩემ გამომწერს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ვინც რეგულარულად მიყურებთ და ამას ვხედავ მე არხის ანალიტიკაში. ძალიან მიხარია, რომ მატულობს გამომწერების რაოდენობა, ეს ყველაფერი მე მაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელო საქმის კეთება, რაც მე ძალიან მაინტერესებს და იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი გამომწერი შემოგვიერთდება, თუ არ ხართ აქამდე არხის გამომწერები და ახლა აღმოაჩინეთ თუნდაც ეს გვერდი, ახლავე შეგიძლიათ ამის გაკეთება, დააჭირეთ subscribe-ს, მონიშნეთ ზარის ღილაკი და შემდეგ ჯერზეც მოგივათ შეტყობინებები. ვნახოთ რა ხდება ფრონტზე, დავიწყოთ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილით, ეს არის სუმის ოლქი და პრინციპში ძალიან სწრაფად მოგიყვებით რა იცვლება აქ. ამ შემთხვევაში ეს ლურჯი მონიშნა უკრაინელების მიერ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაკავებულ ტერიტორიებზე მიანიშნებს, მათ გააძლიერეს ზეწოლა, მას შემდეგ რაც სუმის ოლქიდან რუსებმა გადაისროლეს გარკვეული დანაყოფები პოკროვსკის მიმართულებაზე, დობროპილიას მიმართულებაზე დონეცკის ოლქში. ამით ძალიან კარგად სარგებლობენ უკრაინელები. ამ შემთხვევაში ხედავთ აქ, რომ თითქმის სახელმწიფო საზღვარზე არიან გასული და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან აქ დარჩენილი რუსი სამხედროები, რომლებიც მუდმივი წნეხის ქვეშ არიან. დღეს კი ვსაუბრობთ სიახლეზე, რომელიც ეხება ალექსიივკას, აი ამ სოფელს, რომელიც ბოლო ინფორმაციებით არის თითქმის გაწმენდილი უკვე რუსი სამხედროებისგან. ეს რუკა განახლებული არის Deep State-ის წყაროს მიერ 26 სექტემბერს, მაგრამ დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ცვლილებების ასახვას ახლო მომავალში, აქ ცოტა გვიან ხდება ხოლმე ცვლილებების დატანა, თუმცა ბოლო ცნობებით, რასაც მე გავეცანი, ოლექსიივკა თითქმის დაკავებული აქვს უკვე უკრაინელ სამხედროებს და ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი წინსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გზა ეხსნებათ უკვე შემდეგი დასახლებებისკენ, უფრო მეტი შანსი ეძლევათ, რომ აი ამ ნაწილში ფრონტის ამ მონაკვეთზე, დასავლეთ ნაწილში უფრო სწრაფად გავიდნენ სახელმწიფო საზღვარზე და გააგრძელონ საქმის კეთება უფრო აღმოსავლეთ მიმართულებით, სადაც კვლავ რჩებიან რუსი სამხედროები, მიუხედავად იმისა, რომ
სუმის მიმართულება აშკარად ჩანს, რომ რუსებისთვის აღარ არის პრიორიტეტული, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვერ მოახერხეს მნიშვნელოვანი წინსვლა. სუმიდან გადავინაცვლოთ ხარკოვის ოლქში, სადაც პირიქით უარყოფითი სურათი გვაქვს და პრობლემურ საკითხზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ეხება ქალაქ კუპიანსკს. აი აქ ბოლო ცვლილებების მიხედვით დააკვირდით აი ამ ნაცრისფერ მონიშნას 26-ის მონაცემით ასეთი სიტუაცია გვაქვს, თუმცა 25-ში ერთი დღით ადრე იყო ასეთი მოცემულობა, აქ გაიზარდა ნაცრისფერი მონიშნა, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტმა რუსი სამხედროების ჯგუფებმა მოახერხეს ქალაქის ამ ნაწილში ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით შეღწევა და ისინი აფართოვებენ საკუთარი დაფარვის ზონას, ქმნიან საფუძველს იმისთვის, რომ უფრო მეტი დანაყოფების შემოსვლა მოხდეს, მეტი ცოცხალი ძალის შემოსვლა მოხდეს, გამაგრდნენ აქ და რატომ არის ეს ყველაფერი საგანგაშო, გარდა იმისა, რომ ისინი იკავებენ დასახლებული პუნქტის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე მათი წვდომა იზრდება და შესაბამისად რისკები იზრდება, რომელიც უკავშირდება აი ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზას. ამ შემთხვევაში აი ამ გზაჯვარედინზეა საუბარი, რომელიც მხოლოდ კუპიანსკისთვის არ არის მნიშვნელოვანი, კუპიანსკის გარდა, ამაზე წინა ვიდეოებშიც ვსაუბრობდი, მომარაგების ეს გზები მნიშვნელოვანია აქ აღმოსავლეთით მთელი რიგი დასახლებული პუნქტებისთვის, იქ მყოფი სამხედროებისთვის და მათი თავდაცვითი პოტენციალის შენარჩუნებისთვის. გარდა იმისა, რომ კუპიანსკზე იზრდება დაწოლა, აქ სხვა მიმართულებებიდანაც რუსები ცდილობენ წნეხის გაზრდას. განსაკუთრებით აი აქ გვაქვს ცვლილებები, შევხედოთ კალენდარზეც აი აქ გამოჩნდება ერთ მომენტში, რამდენიმე დღის წინ, როგორ მოახერხეს მათ აი აქ გარღვევის წამოწყება, კი ბატონო, ეს არის დაახლოებით 10 დღის წინ ხდებოდა ეს ამბავი, მათ კუპიანსკზე ზეწოლის გაზრდის პარალელურად დაიწყეს სხვა მიმართულებებითაც გააქტიურება და იმ შემთხვევაში თუ მოახერხეს მათ კუპიანსკის საბოლოოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ყოველ შემთხვევაში და აი ამ გზაჯვარედინის დაკავება, პლუს თუ მოახერხეს ამ მიმართულებებიდან შეტევების გააქტიურება, ამ ყველაფრის პარალელურად აქ იკვეთება ასეთი ამოცანა, რომ მათ სურთ, ანუ რუსეთის საოკუპაციო ძალებს სურთ, რომ აი ეს ზონა მთლიანად ჩაკეტონ და ამით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ ყოველ შემთხვევაში ამ სექტორზე. ეს არის ყველაზე უარყოფითი სურათი, თუმცა რეალისტურია იმ შემთხვევაში, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მართებს, რომ როგორღაც მათ შეაჩერონ კუპიანსკის ჩრდილოეთ ნაწილში რუსების აი ეს აქტიურობა და როგორღაც დაიცვან გარდა ამ დასახლებული პუნქტისა ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის გზა. განვაგრძოთ აღმოსავლეთის ფრონტით და დონეცკის ოლქი, რომელიც არის ყველაზე ცხელი ზონა კვლავ. აქ არის, როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი რუსული დანაყოფით ავმოყრილი და ვრცელდება ოფიციალურადაც მათ შორის ცნობები უკრაინის პრეზიდენტმაც დაადასტურა ეს ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში, რომ აქ რუსებს აქვთ გეგმა რაღაც ახალი გარღვევა წამოიწყონ, მცდელობა ქონდეთ ყოველ შემთხვევაში, თუმცა ვიდრე ეს მოხდება, ან თუ მოხდება საერთოდ, შემიძლია ხასიათი გამოგიკეთოთ მათ, ვინც უკრაინას გულშემატკივრობთ, თუ მათ შორის ჩემ ვიდეოებსაც თვალს ადევნებდით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გეცოდინებათ, რომ აი აქ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე კვირა ალყაში არიან მოქცეული კუჩერებიართან რუსები და ამ შემთხვევაში სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ თითქმის ბოლომდე გადაიჭრა ეს მცირე მონაკვეთიც უკრაინელების მიერ, რომელიც ალყაში აქცევს საბოლოოდ მეორე ჯგუფსაც, აი ამ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა შეტევა განეხორციელებინა და რაღაცნაირად აღედგინა მანამდე ალყაში მოქცეულებისთვის მომარაგების ჯაჭვი, ისინიც არიან რეალურად ახლა საფრთხეში და მეტიც უფრო დიდი ამბავი ხდება აი აქ, უფრო სამხრეთით, სადაც უფრო მეტი რუსი სამხედროა განთავსებული და არის აქ დაახლოებით 5 დასახლებული პუნქტი. აქაც ბოლო ცნობების მიხედვით იზრდება უკრაინელების მხრიდან წნეხი, რაც იგულისხმება ის, რომ მათ აი ამ მონაკვეთში გაზარდეს, რაც არის დაახლოებით გავზომოთ, ეს არის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი დაახლოებით, გაზარდეს წნეხი. ისინი იყენებენ აქტიურად დრონებს, იყენებენ ასევე არტილერიას
артиллериას და ფაქტობრივად არაძლევენ შესაძლებლობას დანარჩენ აი აქ ზურგში მყოფ რუს სამხედროებს მათ ხელმძღვანელებს რომ მიაწოდონ შეიარაღება მიაწოდონ სხვა საჭიროებები იმისთვის რომ პოზიციები შეინარჩუნონ რუსებმა და დიდი ალბათობით თუ ასე გაგრძელდა როგორც არის საუბარი და როგორც ვრცელდება ცნობები უკრაინული წყაროების მხრიდან დიდი ალბათობით აი ეს სამივე ჯგუფი მცირე შედარებით დიდი და უფრო დიდი ჯგუფი მოექცევა ალყაში და მთლიანად მოხდება საბოლოოდ მოხდება აი ამ გარღვევის ჩახშობა და სრულად ლიკვიდაცია უკრაინის მხრიდან რომელიც იყო დობროპილიას მიმართულებით და რომელიც თავდაპირველად მიზნად ისახავდა უკრაინის მნიშვნელოვანი თავდაცვის ზღუდის გარღვევას აქ იგულისხმება მთლიანად აი ეს ზონა თავდაცვით ზღუდეში დასახლებული პუნქტები, როგორებიც არის მაგალითად კრამატორსკი, სლავიანსკი და სხვები, სადაც ძალიან მყარად არიან გამაგრებული უკრაინელი სამხედროები, თავდაცვითი ზღუდეებით, ფორტიფიკაციებით, ტექნიკით, ყველა საჭირო რესურსით და ცდილობენ რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუთმონ მოწინააღმდეგეს დონეცკის ოლქი, ამ შემთხვევაში დობროპილიას მიმართულებაზე ჰქონდათ აგვისტოს შუა რიცხვებიდან გარღვევის მცდელობა რუსებს, თუმცა უკვე ერთი თვის თავზე, ანუ სექტემბრის ბოლოს, აქ სიტუაცია მათთვის არის სრულიად საპირისპირო და შეტევის და გარღვევის და წარმატების ნაცვლად ისინი ახლა არიან თითქმის ბოლომდე აი ამ ზონაში, ალყაში და თუ უკრაინულ წყაროებს დავეყრდნობით ძალიან რთულ მდგომარეობაში. თუკი სადმე რუსების თვალშისაცემ წინსვლაზე შეიძლება ვისაუბროთ, არა მნიშვნელოვან წინსვლაზე, თუმცა თვალშისაცემ წინსვლაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს ეხება ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებას, სწორედ აი აქ აჩვენეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებული შედეგები შეიძლება ითქვას რუსებმა და არც ბოლო დღეების განმავლობაში შეცვლილა ეს ტენდენცია, აი წინა დღეების მაგალითს რომ გადავხედოთ 26 რიცხვში, აი აქ 25-თან შედარებით თუ დავაკვირდებით, არის საკმაოდ დიდი ცვლილებები თან არაერთი მიმართულებით, ნახეთ როგორ იცვლება აი აქ წითელი მონიშნები, მათ შორის იმ ნაწილში, სადაც მანამდე უკრაინელებს ჰქონდათ გათავისუფლებული ტერიტორია, ეს მწვანე მონიშნა სწორედ ამაზე მიანიშნებს, აი აქაც არის წინსვლა რუსების მხრიდან არაერთი მიმართულებით. მთლიანად აი ამ ხაზზე მათ მოახერხეს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მოდით ცოტა კიდევ უკან გადავიდეთ. კიდევ რამდენიმე კვირით მაგალითად აი რო ვნახოთ სექტემბრის დასაწყისში რა ხდებოდა ხო სექტემბრის დასაწყისში იყო ასეთი სურათი და დღეს გვაქვს აი ასეთი მოცემულობა ნახეთ რამხელა სხვაობა არის მათ მოახერხეს ის რომ გადალახეს ესე იგი დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი და აქაც წაიწიეს წინ რაც უფრო მეტწილად პოლიტიკური განაცხადი არის და რუსებს აძლევთ საშუალებას რომ თუნდაც შიდა აუდიტორიაში ეს ამბავი ძალიან ხმაურიანად გააპიარონ და თქვან რომ აი ნიშნულოვანი წინსვლა აქვთ და უკვე ახალ ოლქებშიც კი ხდება მათი შეღწევა. სხვა საკითხია სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს დაფიქსირებული წინსვლა. ამ მხრივ სატრაბახო ნამდვილად არაფერი არ აქვს. აქ ძირითადად როგორც ხედავთ არის სულ პატარა დასახლებები, აქ არ არის რაიმე რაღაც დიდი ქალაქის ან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დიდი დასახლებული პუნქტის აღებაზე, უბრალოდ ტერიტორიული თვალსაზრისით ისინი მიიწევენ წინ. თუმცა ამაზე თვალის დახუჭვაც არ იქნება სწორი, ფაქტია რომ მათ აქვთ წარმატება ამ მიმართულებით და საჭირო არის გარკვეული ზომების მიღება. სხვათა შორის უკრაინულ წყაროებში ვკითხულობდი, რომ სწორედ აი ამ მიმართულებით და ასევე კუპიანსკის მიმართულებით გარკვეულ ხარვეზებს და ჩავარდნებს, ასეთ შეიძლება ითქვას, უკავშირდება გენშტაბის ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებები, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი მათ მოხსნეს და ცდილობენ, რომ ახალი საკადრო ცვლილებებით ეფექტი იქონიონ ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე და უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ მტერს. ვნახოთ ამ ცვლილებებიდან რა გამოვა, ჯერჯერობით სახეზეა, რომ
აი აქ სამხრეთის მიმართულებაზე რუსები კვლავ განაგრძობენ წინსვლას. უკრაინას სჭირდება მეტი თავდაცვითი შესაძლებლობები, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რომ არათუ მხოლოდ ფრონტის ხაზზე გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს, არამედ მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენოს მას საკუთარ ტერიტორიაზევე და ამაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც თავისი ფრონტი აქვს პოლიტიკურ ველზე ამ შემთხვევაში და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2 კვირა მისთვის იყო გარკვეულწილად წარმატებული თუ ვიგულისხმებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციების ცვლილებას. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი აი ამ ცნობილი განცხადების შემდეგ, რომელიც გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, არსებობს მთავარი კითხვა. გარდა პოლიტიკური განცხადებისა, რა შეიცვლება პრაქტიკული დახმარების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ამავე თემას ეხება ის ინტერვიუს ფრაგმენტი, ზელენსკის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც ახლა მინდა რომ მე თქვენ მოგასმენინოთ. ეს არის Axios show ინტერვიუ პირისპირ ინტერვიუ ზელენსკისთან, სადაც ჟურნალისტი მას ძალიან საინტერესო კითხვას უსვამს. რა არის ერთი რამ, რაც შეუძლია რომ მოგცეთ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომლის მეშვეობითაც თქვენ მოიგებთ ამ ომს. და ამაზე ზელენსკი პასუხობს, რომ არსებობს რაღაც ასეთი ერთი და ამაზე უკვე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მოგასმენინებთ მე თქვენ ახლა ამ ფრაგმენტს და შემდეგ თარგმანსაც, შინაარსაც გადაგითარგმნით, რაზეც იქნება საუბარი, ინგლისურენოვანი არის ეს ინტერვიუ. What is the one big thing, tangible thing, real thing, not a post onto social, the one thing that you need President Trump to give you in order for you to win on the battlefield? I think President Trump knows. I said to him yesterday, what we need, one thing. I said already to him. Which was? I will not tell you which was it, but I will tell you that he said, we will work on it. Was it a weapon system Yes. that you feel you need? We need it. It doesn't, by the way, we need it, but it doesn't mean that we will use it, because if we will have it, I think it's additional pressure on Putin to sit and speak. როგორც ნახეთ კითხვაზე, თუ რა შეიძლება მისცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტმა ერთი რამ ისეთი, რითაც უკრაინა მოიგებს ომს, ზელენსკი პასუხობს, რომ კი არსებობს ასეთი ერთი რამ და ამაზე უკვე ისაუბრა დონალდ ტრამპთან და თავის მხრივ დონალდ ტრამპი მას შეპირდა, რომ ამ საკითხზე იმუშავებს და აქვე დამატებით დეტალებს უკვე ზელენსკი აღარ ამხელს, თუმცა აკეთებს მინიშნებას, რომ დიახ, ეს შეეხება შეიარაღებას, შეიარაღების სისტემებს და შესაძლოა მოხდეს ისე, რომ მისი გამოყენება არც კი დაჭირდეს უკრაინას და მისი ფლობაც უკვე იყოს საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთს მოუწიოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. აი ამ ინტერვიუში ასევე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტი ეკითხებოდა, უნდა ფიქრობდნენ თუ არა კრემლში იმას, რომ მათ საჭიროა იცოდნენ სად არის თავშესაფარი საჭიროების შემთხვევაში და ზელენსკიმ ამაზე უპასუხა, რომ კი, აუცილებლად მათ უნდა იცოდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა მათ ამის გამოყენება დაჭირდეთ. ეს იყო საუბარი იმ კონტექსტში, რომ მანამდე უკრაინის მთავრობის სახლზე, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა პირდაპირ იერიში რუსული რაკეტების მეშვეობით და მაშინ შენობა დაზიანდა კიდევაც, საბედნიეროდ არ ყოფილა მსხვერპლი, მაგრამ ეს იყო ახალი განაცხადი რუსების მხრიდან, მათ პირდაპირ კიევის ცენტრში დაარტყეს მთავრობის სახლს. ეს ყველაფერი მართალია აქ დაკონკრეტებული არ არის, რა შეიძლება მისცეს ტრამპმა ზელენსკის, მაგრამ ძალიან მიანიშნებს იმაზე, რომ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შორსმოქმედი შეიარაღების მიწოდებაზე, შორიმოქმედების რაკეტების მიწოდებაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უფლების მიცემაზე, რომ უკვე მიწოდებული შეიარაღებული რესურსები გამოიყენოს უკრაინამ. ანუ ამერიკული სისტემები, რომლებიც შესაძლოა მიწვდეს მოსკოვსაც კი. აი აქ უკვე მედიასთან გაკეთებულ სხვა განცხადებაში, რომელიც
რომელიც შედარებით უფრო ახალი არის ვიდრე წინაზე აღნიშნული ინტერვიუ. ზელენსკიმ კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა შორი მოქმედების შეიარაღებაზე, თუმცა აქაც თქვა, რომ დამატებით დეტალებს ვერ გაგიმხელთო, მაგრამ სათქმელი უკვე პრინციპში საკმარისია, რაც ითქვა, უკრაინამ გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ტრამპს სიამ ჩამონათვალი შეიარაღების სისტემების, რომელიც უნდა შეისყიდოს უკრაინამ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ეს პაკეტი მოიცავს 90 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამ ჩამონათვალში, ამ სიაში არის ასევე შორი მოქმედების რაკეტები, შორი მოქმედების იარაღი, ტომაჰაუკის ტიპის რაკეტებზე არის საუბარი. და აი აქ უკვე Wall Street Journal-ის ინფორმაცია გვაქვს, რომელიც დროში ემთხვევა ზელენსკის ამ ინტერვიუს და განცხადებებს, რომელიც მედიასთან დამატებით გააკეთა და აქ საუბარია იმაზე, რომ ტრამპი განიხილავს უკრაინას მოუხსნა შეზღუდვები ამერიკული წარმოების შორი მოქმედების შეიარაღების გამოყენებაზე და ეს პოტენციურად ნიშნავს უკვე თანხმობას, რომ უკრაინამ განახორციელოს დარტყმები სიღრმეში რუსეთის ტერიტორიაზე. აი ამ ინფორმაციის გაცნობისას მე კიდევ ის ცნობილი ზარი მახსენდება ზელენსკისა და ტრამპს შორის, სადაც დადასტურებული ინფორმაციით ტრამპმა დაუსვა შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია თუ არა მას რომ დაარტყას მოსკოვს და შეუძლია თუ არა დაარტყას პეტერბურგს და პასუხი იყო უკრაინის პრეზიდენტისგან, რომ კი მას შეუძლია ამის გაკეთება თუ ექნება შესაბამისი შეიარაღება. ამის შემდეგ ვნახეთ მთელი რიგი პოლიტიკური ცეკვები, ალიასკის სამიტი, პუტინთან გულთბილი შეხვედრა წითელი ხალიჩის ფონზე, შემდეგ უკვე ბოლოს შეცვლილი რიტორიკა ტრამპის მხრიდან და იმის თქმა, რომ რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორცაც აჩვენებს მსოფლიოს, ის რეალურად ქაღალდის ვეფხვი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ვერაფერი დიდი წარმატება ვერ შეძლო უკრაინაში ომის მიმდინარეობისას, ის ვერ მიიწევს ფრონტზე წინ და საპასუხოდ უკრაინას შეუძლია რომ ტერიტორიები დაიბრუნოს, რატომაც არა. აი ამ ყველაფერს უკვე შედეგად შესაძლოა პოტენციურად მოყვეს ის, რომ რეალურად პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგას უკრაინის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მოიხსნას აი ეს შეზღუდვა შორი მოქმედების შეიარაღებასთან დაკავშირებით. ამას თუ დაემატება დამატებით შეიარაღების მიწოდებაც, საერთოდ ფანტასტიკა იქნება უკრაინისთვის აი ამ შედეგის მიღწევა. მანამდე კი უკრაინა ცდილობს, რომ საკუთარი ძალებით მაქსიმალურად ურტყას და დააზიანოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მათი ეკონომიკა, ნავთობ ობიექტებზე დარტყმებით არ წყდება ეს ყოველდღიური სიახლეები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ოლქებში 1000-1300 თუ შედარებით ნაკლები კილომეტრის მოშორებით დაარტყეს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, მილსადენს, ტერმინალს თუ ასე შემდეგ და აი ამ კადრებს ადევნებთ ახლა მაგალითად ამ შემთხვევაშიც თვალს. ეს არის უკვე აფიფსკის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა კრასნოდარის რეგიონში, რომელიც დაიწვა და რომელმაც შეაჩერა ნავთობის წარმოება სწორედ ამ თავდასხმის, ამ ბოლო თავდასხმის შემდეგ, რაც არ იყო ერთადერთი აფიფსკიზე მანამდეც განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა. აქ მაქვს ასევე ძალიან ეფექტური კადრები, რომელიც უნდა გაჩვენოთ. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ეს სპეცოპერაცია მოიცავდა არა საჰაერო დრონებით, არამედ უკრაინული წარმოების წყალზედა დრონებით განხორციელებულ იერიშს. საუბარი არის ტუაპსეს ნავთობ ტერმინალზე, რომელზეც დარტყმა განხორციელდა და ვნახოთ ეს კადრებიც, რომელიც განახლდა, მანამდე უფრო სხვა ვერსია იყო, სადაც კარგად არ ჩანდა ვიზუალურად ეს ყველაფერი. აი აქ უკვე ხედავთ, ესე იგი, უკრაინული წარმოების წყალზედა დრონს, რომელიც პერიოდულად იცვლის მიმართულებას, გადაადგილდება, მანევრირებს იმისთვის, რომ არ მოხდეს მისი განადგურება, პარალელურად აქ კადრში შესაძლოა აღიქმება და ხედავთ კიდევაც, რომ ხდება მცდელობა არის მისი განეიტრალების, ესვრიან, აი ამ პიკაპებიდან ტყვიან ფრქვევებით არის მცდელობა, რომ მოარტყან დრონს და ხელი შეუშალონ მას წინსვლაში, თუმცა ამას ვერ ახერხებენ ამ შემთხვევაში და ეს შეტევა აღმოჩნდა წარმატებული, საბოლოოდ მიაღწია სანაპირომდე და მიზნამდე. აი აქ უკვე ახლო რაკურსი არის შედარებით და კარგად ჩანს რა ხდება. აქ უკვე უახლოვდება პორტს და
მოხდება კიდევაც შეჯახება სულ ცოტა ხანში, რამდენიმე წამში. ანუ განუწყვეტლივ ცდილობდნენ რომ გაენეიტრალებინათ, მაგრამ ვერა, აქ გაიარა ჯერ ერთი ზონა. აი გამოჩნდა. საბოლოოდ აი აქ მიაღწია მიზანს და არის აფეთქება. ხედავთ ეფექტსაც. და აქ უკვე მეორე დრონით შემოდის, თუმცა კადრი ბოლომდე არ გრძელდება და არ ვიცით ამ მეორე დრონმაც მიაღწია თუ არა მიზანს, თუმცა ფაქტია რომ ერთი აფეთქება ნამდვილად მოხდა და ამან გამოიწვია ტუაფსეს ნავთობ ტერმინალის მუშაობის გაჩერება, რაც არის მნიშვნელოვანი ობიექტი. სწორედ ამ ტერმინალიდან ხდებოდა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა გემებზე. რუსულ ნავთობ სექტორზე შეტევების სხვადასხვა ხასიათის არის, ხორციელდება როგორც უკრაინული წარმოების რაკეტებით, ასევე საჰაერო დრონებით, ასევე წყალზედა დრონებით, როგორც ვნახეთ და არის ასევე ხშირი შემთხვევები დივერსიების, რომელიც ხდება რუსეთის ტერიტორიაზე და ხშირ შემთხვევაში სამიზნე არის ხოლმე მატარებლები, რომლითაც ნავთობპროდუქტების გადატანა ხდება, ან ეკონომიკური საექსპორტო მიზნებისთვის, ან კიდევ სულად სამხედრო მიზნებისთვის, იმისთვის რომ მოხდეს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მომარაგება. ამ შემთხვევაში გაჩვენებთ კადრებს, რომელიც გადაღებული არის რუსეთის ტერიტორიაზე ბელორუსის საზღვართან ახლოს და ასეთი ბრჭყალებში ინციდენტი სწორედ აქ მოხდა. აქ ჩანს ძლიერი ხანძარი და ჩანს მატარებელი, რომელიც ლიანდაგიდან არის გადავარდნილი, სავარაუდოდ აქ სწორედ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და როდესაც საკვანძო ადგილზე მოხდა მისვლა მატარებლის ვაგონების შემადგენლობის უკვე მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია მათი ვაგონების გადავარდნა გზიდან და ლიანდაგიდან და ამხელა მასშტაბური ხანძარი და განადგურება. ხო, ну, აი ასეც ხდება, მოკლედ დივერსიებსაც ძალიან ხშირად მიმართავენ უკრაინის სპეცსამსახურები. შედეგი კი არის აი ეს, ყირიმში გადაღებული კადრები უნდა გაჩვენოთ. პირველ კადრში როგორც ხედავთ არის ბენზინგასამართის სადგური და მძღოლი, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის და იღებს კადრს, აქ ჩანს ავტობუსით, ბედნიერი და იღბლიანი მძღოლი, რომელმაც საბოლოოდ მოახერხა საწვავის ავზის შევსება, მაგრამ შემდეგ ნახავთ, რამდენი ელოდება რიგში, რამდენი ხანი მიდის ეს კადრი და არ წყდება აი ეს მანქანების რიგი და აკვირდით. და ნუ, არ ვიცი, რა შეიძლება ამაზე დამატებით ითქვას, ეს არის უკვე, არ ვიცი, ძალიან ხშირი მოვლენა, როდესაც აი ასეთ კადრებს ვადევნებთ თვალს, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად ვრცელდება, თავად უკმაყოფილო მოქალაქეები, რუსები თუ რუსეთის ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ამ შემთხვევაში, აი ასეთ მდგომარეობაში არიან. დაწესებული არის სხვადასხვა რეჟიმები, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ტალონებით გაიცემა ბენზინი, ზოგ შემთხვევაში დაწესებული არის დროები, რომელ საათებში შეიძლება რომ ჩაასხან საწვავი და ხდება ისეც რომ ხალხი ღამეებს ათენებს იმისთვის რომ რიგი არ დაკარგოს და როდესაც გაიხსნება ბენზინგასამართის სადგური, ჩაასხან საწვავი. აი ესეთი რეალობა დაუდგა ძალიან ბევრს, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ ზონებში. და დიდი ალბათობით ეს ყველაფერი უფრო და უფრო გამწვავდება და მიაღწევს საბოლოოდ მოსკოვში მცხოვრებ ელიტამდეც და ისინიც იგრძნობენ საკუთარ ტყავზე, როგორც იტყვიან ხოლმე, რას ნიშნავს ომის შედეგები, ამ შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა თუ უკრაინის შეიარაღება გაგრძელდება, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ იქნება მხოლოდ ეს ტრამპის პოლიტიკური განცხადებები და პრაქტიკულად გაგრძელდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დიდი ალბათობით უფრო გაძლიერებული შეტევებითაც რუსეთში იგრძნობენ იმას თუ რას ნიშნავს ომი და რომ არ არის ეს ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც სამ დღეში უნდა დაემთავრებინა მოსკოვს და უნდა დანებებულიყო უკრაინა. დაველოდოთ მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ წავა პოლიტიკური პროცესი, რა მოხდება ფრონტის ხაზზე უშუალოდ. მე ამ ყველაფერს ძალიან ინტერესით ყოველდღიურად ვაკვირდები და დავაკვირდები, შესაბამისად ვეცდები რომ ოპერატიულად შემოგთავაზოთ ხოლმე ახალი ეპიზოდები მოვლენების კვალ და კვალ.
დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, ეს კარგია იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მისი რეიტინგი გაიზარდოთ, ასე ვთქვათ. დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის და გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები. აქვე ვიდრე დაგემშვიდობებით, დავაანონსებ და კიდევ ერთხელ წარვადგენ ჩვენს ახალ პროექტს, რომელსაც ქვია ბოლო სიტყვა და რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ YouTube-ზე, უკვე 2 ეპიზოდი გვიდევს და ამ შემთხვევაში, ანუ მარტო მე არ ვარ, აქ გავერთიანდით ძალიან კარგი მეგობრები და კოლეგები, რაც მნიშვნელოვანია მხოლოდ თბილისში არა, ამ პროექტის ნაწილი არის ბრიუსელი და ასევე ვაშინგტონი. ვცდილობთ რომ სხვადასხვა პრიზმიდან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პერსპექტივიდან დაგანახოთ და განვიხილოთ და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები, რომელიც საქართველოსაც უკავშირდება. ამ გუნდის წევრები ვართ ბოლო სიტყვის გუნდის წევრები ვართ მე, გიორგი ცხვიტავა ჟურნალისტი, რატი მუნჯირი, ჩვენ სამი ვართ თბილისში და ბრიუსელიდან თამარ ნუცუბიძე გვერდდება ხოლმე და ვაშინგტონიდან უკვე ბოლო ეპიზოდში, მეორე ეპიზოდში უბრალოდ შემოგვერდდა ჯერ ახლები ვართ, ჯერ მხოლოდ 2 ეპიზოდი გვაქვს, მაგრამ კარგად წავა იმედია, შემოგვერდდა ია მეურმიშვილი, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ვაშინგტონში და ისიც ძალიან საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს ხოლმე. გადადით მოკლედ ნახეთ, იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ეს ჩვენი ახალი წამოწყებაც, რაც გონია ჩვენ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი არის უდაოდ და ხო, გამოიწერეთ ეს არხიც და ელოდეთ კვირაში ერთხელ გვაქვს ხოლმე განხილვები ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. არ დაგეზაროთ მოკლედ ამ არხის გამოწერაც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.